ეს ჩემი პირველი BMW, რომელიც შევიძინე დაზიანებული ავტომობილების აუქციონზე. მიმზიდველი სტატუსით. არ იქოქება და არ დადის. წინა ეპიზოდში ვცდილობთ მის დაქოქვას. ჩემი ნერვული სისტემის განადგურების ხარჯზე. უკვე დავიხალე რა. არ იქოქება. რა უნდა ამ დედამ. როგორც ბოლოს გაირკვა, გაიკაო იორტის ბრალი ყოფილა, რომელსაც ჩაკუჩის ფუნქციად შეუთავს. ისთვის ჩაკუჩი გჭირდებათ, მაგრამ ასეთ რაღაცასაც გამოიყენებთ. თაორია მყარად იყოს. კაი ჩემო ძმა. სალონი დავშალე. უსაფრთხოების ბალიშები შევცვალე და მანქანა ცოტა უფრო ადამიანურ მდგომარეობაში მოვიყვანე. ახლა კი დადგა დრო გარე ვიზუალის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მანქანაში იაფი არ გადავიხადე, ჩემი მიზანი და ამოცანა მარტივია. მაქსიმალურად აღვადგინო დაზიანებულ ნაწილები და დავზოგო ფული. დავზოგი ამაშიც ფული. მაგრამ ერთი რამ აშკარაა. ეს BMW უნდა გამოიყურებოდეს ისე, რომ ქუჩაში ხალხის ყურადღებას იქცევდეს. როგორც ჩვენი გენიოსი მეგობარი გვეუბნება, ეს კონკრეტული მოდელი 2018 წლიდან გამოდის. კი, ჯერ კიდევ ბოლო მოდელად ითვლება, მაგრამ ცოტა არ იყოს მისი თავდაპირველი დიზაინი, ხალხში უკვე გაუცებას ნაკლებად იწვევს. ამიტომაც გადავწყვიტე აპგრეიდი გამეკეთებინა და 2026 წლის M პაკეტის ვიზუალზე გადამეკეთებინა. ხო, ეხლა კი მორჩი ყმედობას და საქმე შევუდგეთ. ხო, მოკლედ, გრძელდება უკვე ჩემი მანქანის შეკეთების ვიდეო, არ ვიცი, რამდენი დღე გავიდა და კვირა, რაც ნაწილებს ველოდები. მოკლედ, რო გეტყვიან, რომ აი ჯიგარო ერთ კვირაში იქნება, ორ კვირაში იქნება, ორი კვირა მითხრეს და გავიდა მას მერე მეტი ორ კვირაზე მეტი გავიდა რეალურად რა. და მერე სხვა ტიპი ვნახე, სხვა კომპანია, რომლისგანაც შევიძინე ნაწილები, ხვალე მომიტანენ, გადახდილი მაქვს უკვე ფული. და რა ვიცი, არ მახსოვს თქვი თუ არა მანამდე, მაგრამ ამ ავტომობილის რესტზე გადაწყობას ვაპირებ. ეხლა მოკლედ რამა გეგმაში, კლემა გადახსნილია, უნდა დავაერთო, რობოტზე უნდა ავიყვანო და მოკლედ ეს ნაწილი მაქვს გასაკეთებელი რა. ეს ანუ უკან არის წამოსული, აი აქ და ედება საბურავი, აი ეს არის რადიატორის ჩარჩო, მოკლედ ეს მაქვს გამოსაჭიმი, ეს ადგილიც გასასწორებელი მაქვს, ესეც გასასწორებელი მაქვს ეს ადგილი და უნდა დავშალო ეს წინა ნაწილი და დავიწყო მოკლედ მუშაობა და დათვლა და ანგარიშება კიდე რა ნაწილები მჭირდება რა. კაი, დავიწყოთ ახლა ავაგდებ რობოტზე. კაი, აბა დავაერთოთ ახლა. ვიმედოვნებ, რომ დაიქოქება უპრობლემოდ და აკუმულატორი არ იქნება მკვდარი. დაიქოქე ღმერთო! Yes, baby, yes! ხო, ამოვიყვანე როგორც ცოტა ხმაურია, ბედუში, იმიტომ რომ შინ სამგებლოში აქ ჩვენთან იგებება ავტომობილი. გავსი ტიპის ალუმინის დაზიანებისას აუცილებელია მისი ზედაპირი კარგად გაცხელდეს, შემდეგ მოხდეს მისი გაჭიმვა და ჩაკუჩით დამასაჟება. მისი გაცხელების გარეშე გაჭიმვით არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ალუმინი დაიბზაროს და გატყდეს. ხედავთ ალბათ ვიდეოშიც თუ როგორ ვაცხელებ მაქსიმალურად ალუმინს, რომ არ გატყდეს გასწორებისას.
აი ახლა მოკლედ ამას ჭიმავ და ზამბარა ხო იცი და რეზინა რა. ნახეთ რამხილაზე მაქვს ახლა ეს გამოწეული და ეხლა მოუშვებ. დავასვტებ ამ ჰიდრაულიკას და ნახეთ რამხილაზე წავა ისე უკან. ოპ. ეხლა ეს გამოვჭიმეთ. აი ეს ადგილი შიგნით იყო. აქ უკვე ზაზორი უკვე გაიზარდა. ნორმალური არის. შევადაროთ აქ ზაზორიც. A few moments later. ამასობაში დაგვაღამდა და რა ვიცი, მაგდელი მაინც მუშაობას. ეს მოს გამოსაჭიმო, მაგრამ გარეკა რაც არის, მოკლედ გაფუჭა და აღარ იქნება და მაგას ვიყიდი და ხვალე ვიყიდი და ხვალ გამოჭიმა. ეს დანარჩენი ის უფრო გამოიჭიმა. ეს თავის ადგილზეა, იდენტურად არის, რაც მარცხენა მხარეს არის. ეხლა ეს შალუზი უნდა მოხსნა. დადგამ ორიგინალი ფარის მოხსნის დროც. ხო, აქ პრობლემა არის ის, რომ დაკეტვისას აი ეს კვილი ედება აი აქ. ხო და მე რაც აღმოაჩინე არის უფრო გაშლილი. თუ შევადარებთ დაუზიანებელ ხარეს, რომელიც არის ეს საკეტი რომ გადავარჩინოთ, ანუ ამისათვის აი ამ ორ კბილ შორის მანძილი უნდა შევამციროთ. ჩემი აზრით და მე უკვე დაიწყებს მუშაობას. დავზოგი ამაშიც ფული. შეუულებრივად კეტავს. ჩაკეტა. 1 2 გახ. ეგ არის. ავადგინეთ. ამაში ფულის დავზოგე. ხო, ამ დეტალში დავზოგე კიდე ფული. აი ამ დეტალშიც დავზოგე ფული. აი ეს სამაგრი, ეს რაც მეგონა რომ დაზიანებული იყო, ნუ იყო დაზიანებული, მაგრამ აღვადგინე. ხო, დავზოგე, მოკლედ ამ რაღაცეებში. ძალიან კარგი. ამ კრილოსაც გადავარჩენ. The next day. ილამშვიდობისა სასტავ. ეს 2 დღე გავიდა. და ნაწილები ყველაფერი მაქვს. აბსოლუტურად რაღაც წვრილმანი რაღაცები მაკლია. პლუს ამას კაპოტიც ვიშოვე როგორც იქნა. და ერთ ადამიანს ქონდა მხოლოდ კაპოტი. აი ისიც. პირველ რიგში კაპოტს მოხსნი და დავაყენებ ახალს. მარტო კაპოტის მოხსნა დაყენება ცოტა რთულია, მაგრამ რა უნდა ვქნა? უნდა გამოიყვანო. We might have a new champ right here. შვენიერი ზაზორი, ჭრილი, აქეთ. შეხედოთ რა ხდება. აქეთ ოდნავ დიდი ზაზორი გვაქვს, მაგრამ ეს ფრთა არის ცოტათი შემოსაწევი და მე მგონი კარგი იქნება უკვე 1 საათიანი ბრეინსტორმინგის მერე შეგახედოთ ეს საზორიც და აი დაკეტილი აი აქ ახლა თვითონ ფრთა არის დაბლა დაქნეული ამას უნდა გასწორება და მაღლა ატანა მხარეს დანარჩენი აი აქ ეს მხარე ესეთნაირად მოდის საკეტს კიდე ჭირდებოდა ჩალიჩი საკეტი გადავაკეთე კიდე და მშვენივრად იკეტება და იღება. ვფიქრობ, რომ პრობლემა არ უნდა ქონდეს.
ორჯერ 1 2 წესი დღეა უნდა იყოს. ვუალა! კაპოტი და საკეტი მორჩით. ეხლა გვაქვს გასაკეთებელი აი ეს ნაწილი. ეს მაქვს ზემოთ ასატანი და ეს ალუმინია გასაცხელებელი და გასასწორებელი. A few moments later. და დადგა დრო როგორც იქნა. ფარები. ტარა! რესტის ფარები. რალამაზია. ახლა გაჩვენე. ნახეთ. ხო. BMW LED. ეს მარჯვენა მხარეა. ჩვენ მარჯვენა გვინდა? არა, ეს მარცხენა მხარეა. ჩვენ მარჯვენა. კაი, ეს ჩავდოთ უკვე. ბარემ აქეთა ფარსაც მივაყენებ და მივაზაზურებ. კარგია. აბა Mercedes ფანებო რას თქვით? მოგწონთ თუ არა BMW? არ დამიწყოთ ახლა ზედმეტი კრიტიკა. მეც Mercedes-ი მიყვარს, მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი ბევრად მირჩევნია C-კლასს. დებილი ხარ? ისევ შემდეგი 9 საათიანი მორგებების შემდეგ, შეიძლება ცოტა მეტიც, მეორე ფარიც მივაზაზორეთ. ჩამოხუროთ. აჰა, ერთნაირად ცოლები ყველაფერი. ესეთნაირად. აქეთაც ანალოგიურად. მაგრამ ასაწყობია, იქ უკანა ბამპერიც არის, დიფუზორები და მთელი უამრავი პლასტმასი არის. გაზისუნია და ამას ეს თუ გავტეხე. არ დაახალი ნაყიდი მაქვს. ფშენი. ხო. მოკლედ აქ ტაივანის პლასტმასიური ხლა ეს ხო დაუზიანებელი მხარე არა, ყოველ შემთხვევაში ეგრევე უნდა და ტაივანის პლასტმასა აქ აი ეგ პრობლემა. გათბობა უნდა, ცოტა უხეში ბამპერიც არის, რომ წავიდეს. ხო, რა შეეხება ამ ადგილს, ეს დასაჭერი არის ჩაულებრივი და ეს მე მგონი არც ის ვაფშე, ხო. ეს არც ის აქ, ეს დასაჭერია ეს ადგილი გასწორდება. ეს ცოტა დაბლა არის. არა, პრინციპში კარგად არის ესეც. აქ ის სამაგრის დაყენება დამავიწყდა, რომელიც იგდევს და ნუ აქაც ანალოგიური თემა იქნება. აქ ძველი ბამპერის ნატეხია შეჩერილი და ეგ არის მოსახსნე. უკვე ემსგავსება რაღაცას, როგორც ხედავთ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ხო, მოკლედ შემდეგი ეტაპი ახლა იქნება. ამას უკვე დავაზაზორებ. კამერის იმღა გაჩვენებთ რა თქმა უნდა შედეგს, კაპოტი უნდა მოხსნა, შიდა მხარე შევღებო და ეს ფრთა უნდა შევადუღებინო. და მე უკვე გადავალ სამღებრო სამუშაოებს. A few moments later. აი, წავედი ხლა, მოკლედ.
საუაცრო. კაი გავიყვანო ახლა სერვისიდან. წავიყვან. შესადუღებლად რა. საქმეებიც მაქვს. არცალია და ამიტომ ვცდილობ რომ ჩქარა გავაკეთო ეს ყველაფერი. რა უნდა reduce driver assistance. ესეც პირველი ნაბიჯები. ეს ღვედიც გასახსნელი არის. ბატონო, ვიღაცა ჩემზე უფრო პატარა ტიპი იჯდა, როგორ ჩანს, იმიტომ რომ მე მიჭერს, ისეთ პოზიციაშია გაჭედილი. მოკლედ შევადუღენ აი ეს ადგილი ზარი ეხლა ამას უნდა დამუშავება ბალგარკით შპაკლით გასწორება შესაღებია ხო და ერთი გიორგასთან უნდა მივიდე დავადგე ეხლა თავზე შემიღებე ბიძია ესეთ ავტომობილს მესია მომიგიჩევ ხელი გაუშვ. ხელს ლუკიდებ, ამას უყურებდი, ჩემი შვილია. The next day. გუშინ შევღებეთ. საკესავით არის. მშრალია ბოლომდე და უნდა შევაზავო ამ ფერზე. რომ კაპოტი დაჯდეს ამ ფერზე, ნუ ბამპერი აქვს და ასევე ბამპერთან თამაც ამ ფერზე იყოს. ხო მორიგი აპდეიტი როგორც ხედავთ რთა უკვე გასწორებული არის დაშპაკლულია დაწყებული მაქვს მუშაობა რაც შეეხება ძრავ საფარს ეგრეთ წოდებულ კაპოტს დაგრუნტული მაქვს დაშკურკული არის და უკვე მზად არის შესაღებად თეთრი გუმტით დაგრუნტე სპეციალურად რომ საღებავის დასხმისას სხვა ფერი არ ამოიტანოს და ფერში სხვაობა არ მოგცეს. ასევე დაშკურკული მაქვს ეს ორივე ბამპერი. სიმართლე გითხრათ, უკანა ბამპერი არ მოვირგია და finger cross რომ მოერგება თავისუფლად ისე ვაპირებ შეღებას. A few moments later. მოდი მაინც მოვარგოთ. ვერ ვისვენებ. თორე დავია, და რაღაც ტვინი გაბულოს რა. ოჩამო. აი ტაივანი, მოკლედ. ძლივს მოვარგე. ხო და აქეთ კარგად. ზაზორი აქეთ კარგი აქვს, მაგრამ აქეთ აი თითქმის ედება საბარგულს, ამიტომ რაღაცა მაქვს მოსაფიქრებელი, ესეც რაღაცა მაინდამეს თავის ფორმაში ვერ არის ეს ბამპერი.
ეს უნდა ვიჩალიჩო, ცოტა აქეთ გამოწიო, რომ გავზარდო აგზაზორ. თორე ესე არის ვარქებს. აი მაინც კაი ვქენი, რომ არ დამეზარა და მოვარგე რა, იმიტომ რომ შეღებებზე მე ამის ჩალიჩი არ შეიძლება რა, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა გაგიფუჭდება უეჭველი, ამიტომ ჯობია რომ წინასწარ მაინც მოვარგო რა ადამიანმა და არ დაიზარო რა. მოკლედ დავაკვირდი პრობლემა რაშიც არის. რეალურად რაცა უნდა ვაჩუჩო ბამპერი, აქ მაინც არ შეიცვლება ეგრე ზაზორი. აი ამ ადგილში უფრო აქეთ არის შემოტეხილი თვითონ, ვიდრე აქეთ ამ ხარეს. ხო და ეხლა მოკლედ ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, რომ ეს ცოტა ეგება გავაცხელო. ხო და ცოტა ფორმა შეუცვალო, თორე ეგრე ნახდათ არ გამოვა რა, იმიტომ რომ ადრე თუიან შეეხება ეს დეტალი და აფხიკავს აღებას რა. ზაზორი გვაქვს აქ. მიმდინარეობს ღებვის პროცესი, ბამპერები საღებავი აქვს დასხმული, მხოლოდ ეს დაგრუნტულია და ეხლა უნდა შეიღებოს, გავამზადეთ სტენდზე, სადგამზე. ორი დღე უშინ როგორც ნახეთ შევღებეთ, ეხლა გაჩვენებ, გამოვიყვანე გარეთ. მანქანას და რა ყველა დეტალი გარეთ გამოვიყვანე, ცოტა ქარია და ნერვიულობ რომ არ გადამიყირავს ეს შეღებილები, შეგახედეთ როგორ გამოვიდა. რავი, აი სარკის ეფექტია. რა ვიცი, როგორ აგიხსნათ, არ ვიცი გადმოსცემს თუ არა კამერა. ამ კრილოზეც, ფრთაზეც ზინავს. აქეთ ბამპერები მაქვს. ბამპერებიც რა მშრალი არის, მაგრამ ეხლა ჯერ ადრე არის, 10 საათი იქნება სულ რაღაც. ხო და მაინც რეკომენდირებული არ არის, რომ რაცა ხელით უხეშად, აი პლასტმასების აწყობისას ხო ჩაჭერას ითხოვს რა და ანაბეჭს დაიტოვებს რა. გასაკეთებელი მაქვს აქ კიდევ. გადაწყვეტილი არის აქ პარკინგ კონტროლების პრაუდკა, ეგ მაქვს გასაკეთებელი, ასევე გაწყვეტილი არის ტემპერატურის დაჩკის პრაუდკა. ელექტროობის შემდეგ გადავედი ქვედა ჟალუზებზე. ჩემ შემთხვევაში არის ტაივანის ჟალუზი, რაც 99%-ში არ მუშაობს. ამისათვის საჭიროა გადავაწყოთ ყველაფერი, დავშალებ მთები, სადაც ზედმეტი პლასმასი იყო და უშლიდა ტრიალში, ავიღე ზედმეტი პლასმასი ბალგარკით და დავაყენე და მუშაობს მშვენივრად. A few moments later. ამასობაში დაგვაღამდა. ეგრე არ ვეშვები, ვსტილობ რომ დავაზაზორო. აბა დავაზაზორეთ, ფარები დავაზაზორეთ, ეს გრილი დავაზაზორე და ეხლა ბამპერი მაქვს მისაყენებელი. ავდივარ ფინიში როგორც იქნა. ხო, აქეთ ეს რო არა აქ. შეცდომი გამომატანეს ორივე მარცხენა მხარე. მანქანაში მიდის. ეს ეპიზოდი დასასრულს მიუახლოვდა. აბა რა სიტყვით, მოგეწონა ჩემი მანქანის ახალი ვიზუალი? ასევე მაინტერესებს თუ რამეს დაამატებდით ვიზუალის უფრო აგრესიული გამოხედისთვის. დამიწერეთ კომენტარებში. შემდეგ სერიაში კი ნახავთ.
როგორ დავააპდეიტე გარე ვიზუალი, მოუხდა სპოილერი. დაუყენე ზამბარები, ტუჩი ამების გაშავება მინდა, ალბათ ამას ცოტა მერე ვიზავ. და სხვა უამრავ დეტალს. და რაც თავარი ამ ავტომობილის ნამდვილ ტესტ-დრაივს და განხილვას. და კიდე, თუ ეხლაც მიყურებ, ესე იგი მოგეწონა ჩემი ვიდეო. გლიჯე გამოწერის და ლაიქის ღილაკს ხელი, ეს მე ნამდვილად გამახარებს. დაგემშვიდობებით ყველას დროებით.